ეთნოფორი თელავს სტუმრობს. ჩვენ და გასახარად უნდა ითქვას, რომ გავიცანით ახალგაზრდები, რომელთა ნამღერში განცდილი ემოცია, ხასიათი, მანერა მოგვაგონებს მათი წინაპრების მიერ შესრულებულ სხვადასხვა ნიმუშებს, რომელიც უძველეს ჩანაწერებში გვხვდება. ეს ახალგაზრდები მათ გარშემო შემოიკრიბა ასევე ახალგაზრდა ლოტბარ ძმებ გოჩა და ბექა ბიძინაშვილებმა. დღეს მათ მე უდიდესი სიამაყით წარმოგიდგენთ უხუცეს ეთნოფორთან ჯემალ ჩოთალაშვილთან ერთად. ბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ კარგი მთქმელები, კარგი მომღერლები უკვე ბევრი აღარ არიანო. რომ მოვიგონოთ ისინი, ვინ იყვნენ გამორჩეულები ამ სოფელში. იყო ჩემი წინათაობა, დიდი მომღერლები, ძალიან დიდი მომღერლები. ყოფილი სანდრო კავსაძის გუნდის წევრი. იყო ჩემი მეზობელი ნიკო მამალაშვილი. დათია ელიზბარაშვილი. დათია ზატიკაშვილი. ესენი ვერდნენ 25-26 წელში ამ ანსამბლში. არა, გლეხები იყვნენ და თავიანთი ვენახები და სახკაერისკენ ამოსჭადული და დიდხანს საუბედუროდ არ უმღერნიათ იმ ანსამბლში. იმღერ სოფელში, აი ამ ტერიტორიას ნაცრისწევლის უბანი ქვია. ამ უბანში სხვა მომღერლები იყვნენ. იქით უბანი სხვა მომღერლები.
სოფელში 1-7-8 ადგილზე თავიანთი გუნდი ჰქონდათ. ამათ. საოცარი ხმები მე მახსოვს, მარტო ეს დათია ზატიკაშვილი არ მახსოვს. დანარჩენი ყველა მომღერალი მახსოვს და ყველასთანაც მიმღერია. ჩემს პატარა ბიჭობიდან. საოცარი მომღერლები იყვნენ. დღეს ვეძებ იმ ხმებს და ვერ ავპოულობ, სად არის ხმები, სად დაიკარგა, არ მესმის ამათი ხმა. საოცარი სიმღერები სიმღეროდნენ თავიანთ ჯანით და მაშინ არც მაგნიტოფონი იყო, აფერი არ იყო და ეს სიმღერები დაიკარგა. დღეს როგორც ხედავ ჩემ და საუბედუროთ მამაკაცებიდან მარტო მეღავარ ფირუზ მახატელაშვილის ანსამბლის წევრი. ანუ ანთაობის წევრი ფაქტიურად კონძენდები. ყველა დავიდა და მე დავჭი. და ბედნიერი კაცი ვარ მე. ძალიან ვახსენე რომ ფეიქრიშვილ გიორგისთან მე მიმღერია შემოძახილი. შემოძახილი მიმღერია და ეხლა არ ეწყინებათ ეხლანდელ თაობას. გააფუჭეს განსაკუთრებულად შემოძახილი. გააფუჭეს ყველა შემოძახილის ღერის. მე მეშინოდა მაშინ შემოძახილს იმ კაცთან ვღეროდი. ოცდა მებია ჩემი როგორც ქალაბიჭა ისეთი ქალი იყო უბრალოდ როგორც ოთარ ანთქრივი ესეთი ქალი იყო თავის მაზლებს
თავის მაზლებს, თავის მეუღლის ძმებს და ბიძაშვილებს. დაყავდათ ალილოზე, ბებია ჩემი, ერთი ქალი. და დღან მე ვახსენე ალილო როცა ვიმღერეთ. ალილოზე რომ მიდიან, ეხლა რომ მიდიან ალილოზე, ესეთი ალილო კი არ იყო გას. დაიძახებდი ოჯახში და შეხვიდოდი. აუცილებლად ოჯახში უნდა შეცვლილიყო, აუცილებლად. უნდა გემღერა, უნდა ოჯახი დაგელოცა, ერთი ამოდენიმე ჭიქა დაგელია და ტიკი ქონდა თან და ხელადა. ეს ხელადა უნდა მასმინჯელს გაეოსო და ტიკში ჩაესხა. ტკბილეული მიერთმევა და წამოსულიყვნენ. აი ალილოში გახურ იმაში ალილო კვერცხიზე ლაპარაკი, კვერცხზე. დიდი ერთი კვერცხი. ერთი კვერცხიო. აი ზუსტად ალილოს თქმელებისთვის კვერცხი რო არ გაეტანებინათ არ შეიძლებოდა. ბატონ ჯერმალ, ახალგაზრდებზე რო გითხრათ დღეს, მათ გვერდით გახართ და მღერით მასთან ერთად. საამაყოა ჩემთვის. ამაზე რო გითხრათ, ძმებზე განსაკუთრებით. აი საქებარი თითით საჩვენებელი ბიჭები არიან, ეს ძმები. ჩემი ავტო ჩემი ზემლია კი აწიანძილდან არათ. და მიხარია რომ ესენი აი ამ სულით არიან, ამ სულით თაგონება აქვს ამათ ისეთი რომ უნდა იმღერონ და უნდა გაზარდონ მომავალი თაობა.
შეჯიბრი იყო სოფლებს შორის თქვენ ბრძანეთ რომ 8 სოფელი და მეტიც იყო რომელზეც ჯგუფი შეჯიბრი იყო მეზობელ სოფლებთანაც და ჩვენ სოფლებთან და ზემოუგნელი მომღერლები შეეკრიბებოდნენ თქვენ მოუგნელ მომღერლებთან. აი ამ ტერიტორიაზე ჩამოებმებოდა მე არ ვიცი აი იმ კაკალზე საქანელება ყველი ერში და ჭრიალას ვეძახდით ერთ ბოძზე ორი საქანავებელი იყო. აქ საღამოობით გასათხოვარ დასაქორწილებლები უფროსები იკრიბებოდნენ სხვა უბნელები მოდიოდნენ აქ ამ უბნელები მიდიოდნენ იქ. დღესასწაული იყო ეს პერიოდი აი ნამდვილი დღესასწაული. თავისუფლება ის იყო ეს თავისუფლება არა ცუდად არის ეს თავისუფლებაა. მაშინ იყო თავისუფლება რომ ოჯახიდან ოჯახში თავისუფლად მიხვიდოდი. კაკი მას მიტნდებოდა კეთილი სულით და გულით. ერთხელ დაღვინოს დაგიდგავდა და დაძებოდა და ტკბილად გამღერებდა, იმღერებდა. შაირობა იყო ძალიან მოდაში. ეხლა მე არ ვიცი თქვენ კახელებს როგორ, მაგრამ თელ კახეთში, განსაკუთრებულად ქიზიყში ძალიან უწმატური სიმღერები, შაირები ციცოდნენ, მაგრამ აქ ერთი ან დადაცაა რომ შაირი არ გაბრუნდებოდა და არ გაბრუნდებოდა. ჩონგურა, ჩემო ჩონგურა